მოგესალმებით ზურფასო ტელემაყურებლებო, დღეს 4 შაბათია, საღამოს 8 საათი და ჩვენ ისევ TV+-ის ეთერში ვართ. გადაცემა ანალიზის დრო. მე კი მისი წამყვანი კონსტანტინე ჟავხაძე გახლავართ. დღეს ჩემთან სტუმრად იმყოფება ბატონი ტრისტან წითელაშვილი, რომელიც არის გენერალ-მაიორი და ექსპერტი სამხედრო საკითხებში. მოგესალმებით ბატონ ტრისტან და მადლობა გულითადი სტუდიაში მობრძანებისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით. მადლობა თქვენ მოწვევისათვის და მადლობა ჩვენს მაყურებელსო გვიყურებს და გვისმენს და ამ პრობლემების დღეს ჩვენ ქვეყანაშია ერთობლივად ვზოლოთ იმისათვის რომ აღმოიფხვროს ეს პრობლემები. ბატონო ტრისტან, ზუსტად ერთი კვირა სრულდება ხვალ ზუსტად რაც ილია მეორე გარდაიცვალა და უკვე ერთი კვირა რაც გველური ენები როგორც საქართველოში მოქმედი ლიბერასტები და ასევე ევროლიბერასტებმა დაიწყეს აქტიური კამპანია ეკლესიისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ. თქვენი კომენტარია ამ თემასთან დაკავშირებით. ნუ ახლა ამას კომენტარიც არ ჭირდება. უბრალოდ აქ არის რა იცი აქ არის რომ ჩვენ სწორი მიმართულება უნდა მივცეთ ყველა მოქმედებას, რა მოქმედებას და რა პროცესების მიმდინარეობს დღეს ჩვენს ქვეყანაში. ანუ საზოგადოებას უნდა უთხრათ რა ხდება, რა არის ეს. ჯერ ადამიანი არ გაცივებულა. თქვენ წარმოედგინეთ 40-ის არ არის. მანამდე ხო ებრძოდნენ და მანამდე ხო მოკლედ ცოცხალოცა იყო მე-19 მისი სული ხო ესე იგი არ არისვენებდნენ და არასვენებდნენ ამ ადამიანს ხო და ახლა რომ საკარ დაეცვალა კიდევ დაგძალვამდეც რა დღეში იყვნენ და როგორ საშინელ განცხადებებს აკეთებდნენ და ჩვენ ვიცით ის სკრინები რაც ეთერში წინა ეთერში ჩვენ გავაჟღერეთ. კი ახლა კიდევ აგერ პირდაპირ შეტევა დაიწყეს უკვე საპატრიარქოზე და პირდაპირ ესე იგი რომ ეტყვი ამ უსამშობლო ადამიანებმა ცდილობენ და უნდათ რომ როგორმე თლიანობაში პატრიარქს გარდაცვლილ პატრიარქს შეუქმნან ისეთი აზრი საზოგადოებაში რომ თითქოს ის იყო ქვეყნის არასწორი გზით მატარებელი ადამიანი, ხო? ამას აკეთებენ. ეხლა ეს არ შეხვება შემთხვევით ბატონო კოტე და არავინ არ იფიქროს რომ ვიღაცა ამას თავისი ინიციატივით აკეთებს. არა. ეს არის დაფინანსებული პროცესი. დაფინანსებული პროცესი არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მხრიდან, ანუ ეს არის ამას ეხლა თუკი კარგად შევხედავთ ჩვენ და თუკი ჩვენ აბსოლუტურად სწორ შეფასებას გავაკეთებთ, ეს არის ევროკავშირიდან მომდინარე ის ბინძური იდეოლოგია და ის ბინძური დავალებების შესრულება, რომლებიც მათ უნდათ განახორციელონ საქართველოში. ავიღოთ აი მაგალითები ავიღოთ ეხლა ჩვენ იძახიან რომ პატრიარქი არ უნდა ყავდეს საქართველოსში და ამ ესეთი განცხადებები საპატრიარქოდანაც გავიგოთ მე რომ იცოდეთ თქვენ და საპატრიარქოში ეხლა არიან იქ ჩანერგილები ეს დიდი ხანია არსებობს და არის გინ მღვდლები, გინ ეპისკოპოსები და გინ სხვა კიდევ იერარქიის და რანგის სამღვდელო პირები რომლებიც არიან მართულები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებიდან. მათ შორის ეხლა პირდაპირ თქვათ მოდი რა და ამხილოთ რა ეს ადამიანები, ის მეუფეები, რომლებიც გაიქცნენ ასე რიგში ჩადგნენ და იქ ნატოს ხელმძღვანელობას რომ შეხვდნენ. ნატოს ხელმძღვანელობა რა ესაქმებოდათ სამხედრო ალიანსში წავიდნენ, ისა რა ქვია მეუფეები და იქ რაღაც გარკვეულ შეხვედრებს იმაშობოდნენ, ატარებდნენ, ხო? რა მაგათი საქმე იყო? რა ნუ ხა მე მესმის სამხედრო დელეგაცია რო წასულიყო ეს კიდევ რაღაცა ისა ნუ ხა საერთოდ ნატოსთან მიმართებაში თუ მკითხავთ კიდევ ნატოს საერთოდ არც არის და არც უნდა იყოს ქვეყანაში და არც უნდა არსებობდეს ეს ორგანიზაცია რადგან ამ ორგანიზაციას ცუდისმეტი არ უკეთებია არც ერთ ქვეყანაში ის მოქმედებს მხოლოდ თავის ინტერესებიდან გამომდინარე და არა რომელიმე ქვეყანა დაიცვას და რომელიმე ქვეყანას შეუქმნას უსაფრთხოების გოლგა ხო მაგრამ ეპისკოპოსებს და მეუფეებს რა უნდათ იქ ნატოს ხელმძღვანელობას რო შეხვდნენ. გორსტები ბატონო ტრისტან მეუფე ნიკოლოზის იმყოფებოდა. რა თქმა უნდა. მიშას მოძღვარია. მიშას მოძღვარი ხო და მეუფე ნიკოლოზი იყო რომ იქ გიული ალასანია შეატენგიცა იქ რა შეატენგიცა ეს ტენგიცა ხალი ესე გამოწყობილის საზეიმო ფორმაში გამოწყობილები და არა იმაში რა ქვია რომ იტყვი სამგლოვიარო ფორმაში
თქვენ წარმოედგინეთ იმ დონის შეურაცხყოფა იყო ეს არა მარტო პატრიარქის ცხედრიც, არამედ მთელი ჩვენი ქართველი ერის შეურაცხყოფა იყო ეს კაცო და ქრისტიანული მართლმადიდებელი ხალხის შეურაცხყოფა. ბატონ რისთან მთელი 1,600,000 ადამიანი ძაძებში იყო, შავ ტანის ამოში იყო, კაბებში, შავ კოსტიუმებში და ეს კიდე კლოუნის ფორმაში. ხო, ამის გარდა კიდევ გაცო ხა მეტიც ვთქვათ, მოდი რა, აი მუსულმანურმა საქართველოში მაცხოვრებელმა მუსულმანური იდეოლოგიის და წვენის მიმდევარმა მოქალაქეებმა და ოჯახებმა და ამ მორწმუნეებმა ბაირამი გადადვეს, კაცო. კერ გადადვეს, აღარ იზეიმეს, გაიგე? ნოვრუზ ბაირამი აღარ იზეიმეს, პატივი მიაგეს პატრიარქს და აზერბაიჯანიდან, ბაქოდან ქალბატონი, რომელიც იყო ჩამოსული საქართველოში დელეგაციაში, აზერბაიჯანის დელეგაციაში, მას შავი ძაზები ეცვა და შავი მანდილი ეფარა თავზე. ნუ ახლა ხომ ხედავთ რა ანდონის ის იყო ეს ყველაფერი და აქ კიდევ ეს აგენტურა როგორ უნდათ გაემარგინალებიათ ეს პროცესები ყველაფერი გიული ალასანიას სახით, ხო? და ეს არ იყო კიდევ გეონების შემთხვევითი ეს პროცესი, ეს იყო შეგნებულად დაგეგმილი მოქმედება თვითონ იმ დაჯგუფების მხრიდან და იმ ძალების მხრიდან, რომლებიც დღემდე ცდილობენ საპატრიარქოს დისკრედიტაციას, ხო? და ჩართული არის მასში ახსენეთ რაღაც ჩვენ ეს მეუფეები და ესენი რა ქვია ეპისკოპოსები და ისინი არიან დღეს რომლებიც ამბობენ რომ და ცდილობენ და უნდათ რომ თურმე საქართველოს პატრიარქი არ უნდა ყავდეს და სინოდური მართვა იყოს. სინოდური მართვა საბერძნეთისად მიიყვანა, ხო ხედავთ რა დღეს ჩააგდო საბერძნეთი და ფაქტიურად უკვე იქ დამთავრებული საკითხი არის და თვითონ მართლმადიდებელი და ქრისტიანი ხალხი შეწუხებული არის უკვე ამ უზგავსო რაღაც გაურკვეველი ამ საეკლესიო მსახურებისაგან, ხო? და თითქმის ის დაშლის პირას არის. იგივე გააკეთეს უკრაინაში, რა გააკეთეს, ხო ხედავთ და უკრაინაც როგორ რამდგომარეებში მიიყვანეს და იქ უკვე აღარ არსებობს ის მართლმადიდებელი საწუნეება აღარ არსებობს ეკლესიები, რომლებიც დაანგრიეს, დააწრეს, დაიჭირეს მეუფეები, დაიჭირეს ეპისკოპოსები, ზოგი დახვრიტეს, ზოგი გააუჩინაურეს უგზო-უკლოდ და ასე შემდგომ, ხო? იგი უნდა გააკეთოს საქართველოში. საქართველო ვერ მოუნელებიათ რა. პირველი რაც ახლა მაგას აქვს მიზანთ ამოღებული, ეს არის საპატრიარქო და ჩვენი ქრისტიანული და მართლმადიდებლური წმენა. ეს აქვს ამოღებული. ანუ ეს რაც ხდება დღეს, რასაც დღეს აკეთებენ აქაური თვითონ საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები და ქართულ გვარსახელს ამოფარებული კონკრეტული პიროვნებები, ესენი არიან სულ ყველა დაფინანსებული აგენტები, რომლებსაც აქვთ დავალება, კონკრეტული დავალება, ვინ რა მიმართულებით და ვინ რა ამოცანა უნდა შეასრულოს და ვინ როგორ უნდა მოახერხოს ის, რომ საპატრიარქო თავი და ბოლომდე დაანგრიოს და დაშალოს. უკვე განხეთქილება გააკეთეს უკვე საპატრიარქოში და საერთოდ არის ახლა უკვე ღიად ჩანს, რომ უთანხმოება არის, ხო? თუნდაც პატრიარქთან დაკავშირებით, ხო? პატრიარქმა დაასახელა მისი მემკვიდრე, ხო? შიო. დიახ, მეუფეშიო. მეუფეშიო და ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე შიო არის პატრიარქი, ხო? და ამაზე ვარდები 6 წლის წინ დაანოს ეს. ხო. ამაზე ახლა ერთ ამბავს ტეხავენ. რატომ არ უნდათ შიო? იცით რატომ არ უნდათ შიო? იმიტომ არ უნდათ შიო, რომ მათ უნდათ შემოაცურონ თავიანთი რაღაც მართული პატრიარქი, აგენტი, ნომრიანი, რომელიც იქნება მართული და გააკეთებს და იმოქმედებს ისე, როგორც მოქმედებს დაუშვათ უკრაინაში ახლა ახალი ვიღაც გაურკვეველი პატრიარქი, ხო? პატრიარქი ქვია საერთოდ. ხო, პატრიარქი ქვია, ხო? თუ ახლა ის უკრაინას პატრიარქი ყავდეს და უკრაინას დღეს ნორმალური ეკლესიის მსახურება ქონდეს, ამ მდგომარეობაში არ იქნებოდა დღეს არც მრევლი და არც ეკლესიები, ხო? და არ იქნებოდა ეს ქაოსი და ის დისკოტეკები და ისინი, რა ქვია, ტანცპლაშატკები იმ იმაში ეკლესიებში, სადაც ახლა დღეს მიმდინარეობს ეს ღვთისმსახურების მაგრივად მიმდინარეობს სტრიპსის ისინი გახსენს, რა ქვია, სტრიპსის კლუბები, ბარები გახსენს და ეს და ღვთისმსახურების მაგრივად. იგივე უნდა აქ საქართველოში გააკეთონ და ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს და ამას მე ახლა პირდაპირ ვეუბნები ამათ აი ჭინკებს და ამ იმათ სულ ყველას ამ სექტანტურ ორგანიზაციებს და პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც
პირდაპირ ჩაბმული არიან პროცესებში, დღეს თუ არ ჩამოვიდომ და რაღაცა ის ხალხი, ვინც დღეს რაღაც გარკვეულ ამ მიმართულებით მოქმედებენ და გააქტიურებულები არიან, სულ თქვენი არის ეს, აი სულ თქვენი არის, აი გინა ნაციონალების ავიღოთ და გინა სხვა დანარჩენი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ოპოზიციურ ფლანგზე სულ თქვენია, გინდა თქვენ ხართ ამ პროცესებში ჩართული და თქვენ გინდათ დღეს რომ ჩვენ ქვეყანაში დაანგრიოთ ქართული ქრისტიანული მართლმადიდებლური წვენა. ამის შესახებ თქვენ დღეს დამოყრილი ერთად და ამისთვის მოგეძებთ დღეს. ეხლა მეც მეტი არაფერი არც არასდროს თქვენ ეკლესიის სახლი არ გიკეთებიათ არასდროს და არც არასდროს თქვენ არ გეზრუნიათ იმისათვის რომ პატრიარქი რომელიც ამ წლების მთელი ამ წლის განმავლობაში 59 წელი ადამიანი პატრიარქი იყო და საქართველოში თითქმის გააცოცხლა ქრისტიანული და მართლმადიდებლური წვენა, რომელიც იყო რაღაც მიძინებული და აღადგინა უამრავი ტაძრები, ეკლესიები და პლუს ამას კიდევ ახლები ააშენა, ხო? თქვენ ამას ხელს უშლიეთ პატრიარქს. პატრიარქმა რომელმაც გადაარჩინა საქართველოს გადაშენებას და დემოგრაფიული იმაზე ვართ კიდევაც, ეხლა ვართ კიდევაც ავართ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ და დემოგრაფიულად რაღაც შობადობა ძალიან ქართული ოჯახში უკვე ძალიან მინიმუმზეა დასული შობადობა, ხო? პატრიარქი ამისთვის ზრუნავდა და ამისთვის ბრძოლობდა და ამისთვის წვალობდა ადამიანი, ხო? და სამჯერ მოწავლეს კაცი და სამჯერ შეესაბამე რომ მოეკლათ. ეხლა მოდი პირდაპირ თქვა, ეხლა ჩერგოლეიშვილები და ეს უკვე ვინც არიან, ეხლა ეს ანტიქრისტეები, ხო? აი ესენი არიან უკვე აი ესე სტილში ვითომ და იქიდან მართავენ ამ ვიღაც ინდივიდუალურ პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ შორის ევროკავშირი უჭერს ძალიან რომ ვიტყვი აქტიურად მხარს ამ ადამიანებს და აფინანსებს კიდევაც მათ და მიდის პირდაპირ შეურაცხყოფა ეკლესიის და ქრისტიანული მართლმადიდებლური წვენის პირდაპირ შეურაცხყოფა მიდის, რომ როგორმე მათმა მოახდინონ თავისი ის ბინძური ამოცანის შესრულება და ამ ბინძური ამოცანის შესრულების საფუძველზე დაშალონ და დაანგრიონ ჩვენი ეკლესიები. მოსიარული ეფშტეინები. რა, მოსიარული ეფშტეინები, კი ბატონო, გეთანხმებით, ესენი არიან მოსიარული ეფშტეინები და ტრები საქართველოსი და ამას საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს. ნუ ახლა ამ შერიგება და გაერთიანება, არაფერი გაერთიანება არ მომხდარა, არც შერიგება არც ვის უნდა შეურიგდე? მტერს უნდა შეურიგდე? აი პატრიარქის დაკრძალვაზე და პატრიარქის პანაშვიდზე იყო მოსული ის ადამიანები, რომელი ადამიანებს დღესაც დგანან სწორ გზაზე და სწორ პოზიციაზე და არასდროს ესენი არ ყოფილან არც განხეთქილება ყოფილა ამ მრევლ შორის და არ დაპირისპირება ყოფილა. ეს იყო პატრიარქის მრევლი, ჩვეულებრივი მრევლი და ჩვეულებრივი ქრისტიანი მართლმადიდებელი ადამიანი. იქ ეხლა თითქოს და შერიგდნენ და ესა ვის უნდა შეურიგდნენ? სექტანტებს უნდა შეურიგდნენ, კაცო, სექტანტთა შერიგება როგორ შეიძლება პირიქით? მათ რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა იმოქმედო, რომ განძრევის საშუალება არ უნდა მიცე, ხო? ეს იყო მრევლი, პატრიარქის მრევლი. ეს იყო ის ქართველი ქრისტიანი ადამიანები და მათ შორის კიდევ მუსულმანები, რომლებიც პატივს მიაგებდნენ და პატივს ემდნენ ჩვენს წესებს, ჩვენს ოჯახურ სიწმინდეებს, ჩვენს ტრადიციებს და ოჯახურ სიწმინდეების გარდა კიდევ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ პატრიარქს და მის წვენას და ქრისტიანულ მართლმადიდებლურ აი კლიენტ ამ წვენას ემდნენ პატივს და ეს ხალხი იყო სულ აი მოსულები და ამ ხალხმა მიაგეს პატივი როგორც ეს ეკადრებოდა და ეკადრებოდა. მათ შორის იყო ირანის ელჩიც. რა თქმა უნდა, კი ბატონო, ამას ვამბობ ხმამაღლა, იმიტომ რომ მუსულმანებმა რომ დღეს აი საქართველოს ბიჭო, იქიდან ჩამოვიდა ისა შვილობილი მისი ინგუში, რომ დაეტირა პატრიარქი, დაეტირა, ცემლად დაეტირა, ამ ბიჭმა კაცო დაეტირა პატრიარქი ინგუში, მუსულმანი ჩამოსული იყო იქიდან, ხო? და ძალიან ბევრი მოსულები იყვნენ და ტიროდნენ იქ პატრიარქის დაკრძალვაზე და ესენი ვინ არიან კაცო ეს ამათ არც სარწმუნოება აქვთ, კაიგე, არც ჯიში აქვთ, არც ჯილაგი აქვთ, არც ოჯახი ყავთ, არ დედა ყავთ, არც მამა ყავთ, არც და ყავთ, არც ძმა ყავთ, ადამიანობა საერთოდ არც შვილი ყავთ, არაფერი ამათ არ ყავთ. ეს არიან კლონები, გამოყვანილი რობოტები, რომლებიც არიან დაპროგრამებული და მოქმედებენ პირდაპირ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ჩვენი საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. იმართებიან პულტებით, იმართებიან კურატორებიდან ესენი. აი ამათ სისხლიც არ აქვს, ადამიანური სისხლი. ესენი არიან უსისხლო და ესენი უსინჯისო და უნამუსო ადამიანები, რომლებიც დღეს ასე მიზანმიმართულად ბრძოლობს იმისათვის, რომ დაანგრიონ საპატრიარქო და დაანგრიონ ჩვენი ქრისტიანული მართლმადიდებლური წვენა და ეკლესიები. ვერ დაგანგრევიათ, არ დაგანგრევიათ. აი პირდაპირ გეუბნებით. მე ახლა კიდე მუხარაში ჩამეთვალეთ ეს და რაც კიდე იმას ჩამეთვალეთ და წადით და მე წერეთ და იკითხეთ. სადაც კიდე იქ მიჩვიდეთ. კისრებს დაგამტროთ უყელას. აი კისრებს დაგამტროთ უყელას და აი
რომ მიტყვი იმ ფეხებს და ხელებს დაგამტრობთ, რომლითაც თქვენ გინდა დღეს ჩვენ ოჯახებს და ჩვენს საეკლესიას და ჩვენს წმენას მიაყენოთ შეურაცხყოფა და იმასაც, რა ქვია, შეულახოთ რეპუტაცია, ხო? ვერ მოესწრებით მაგათ. ვერ გაგვასწრებთ ქვეყნიდან, იცოდეთ. ჩვენ დავილაშქრებით ისოდე. დავილაშქრებით ისევე ის ადამიანები, რომელიმე ადამიანებას ჩვენ პატივი მივაგეთ პატრიარქს და რომელი ადამიანებიც ვართ და ვიყავით და ვართ პატრიარქის მრევლი. დავილაშქრებით და ძალიან მწარე დავილაშქრებით და გაგაქრობთ, იცოდე, საერთოდ გაგაქრობთ. აი არათუ მარტო თქვენი იდეოლოგიიდან, არამედ ფიზიკურად გაქრებით, იცოდი ამ ქვეყნიდან და ერთხელ სამუდამოდ დავასვენებთ ამ ქვეყანას და დავისვენებთ ჩვენს და დაისვენებთ ერის და ბერის დაისვენებთ. ამიტომ გაფრთხილებთ და გეუბნებით. თავი დაანებეთ ამ თქვენ უმსგავსო რაღაც ბინძურ მოქმედებას. ყველაფერს ხედავთ, ყველაფერს უყურებთ და ყველაფერს აბსოლუტურად ძალიან კარგად აღვიქვამთ. ამიტომ არისო ჩვენ ვართ მობილიზებულები და ჩვენ ვართ სრულ საბრძოლოებას ატყოფნაში იმისათვის რომ დავიცვათ ჩვენი ეკლესია და ჩვენი წვენა დავიცვათ და ჩვენი პატრიარქის ღირსება დავიცვათ. ამისთვის ვართ ჩვენ მომზადებულები უკვე. და ძალიან წამწარეთ. ეხლა ჩვენი პოლიტიკოსები ვით, კი დაგიწყებთ ეხლა პარლამენტარები და ესენი პოლიტიკოსები და მთავრობა რო რაღაცა ესე განცხადებებს, ბილ განცხადებებს რო აკეთებენ თქვენთან მიმართებაში და დაგმობა, გადმოგისა და რა დაგმობა და აღშფოთება კი არ იქნება თქვენთან მიმართებაში. პირდაპირ გადაგივლით, იცოდეთ რა. და გადაგივლით ისე რომ გაგასწორეთ მიწაზე. თქვენი ბუნდღა აღარ დარჩება აქ ამ ქვეყანაზე. ამას გავაკეთებთ ჩვენ და ვერავინ ვერ შეგვაჩერებს. და ვერავინ ჩვენ წინ ვერ დაგვიდგება, იცოდეთ. შეჩერდით, კიდევ გეუბნებით, შეჩერდით, იცოდეთ. და თუ არ შეჩერდებით, შეგაჩერებთ. და შეგაჩერებთ ძალიან მწარედ. და თქვენი საფლავებიც კი არ იქნება საქართველოში, იცოდეთ. და არ ეღირსებით ქართულ მიწას. ამას გავაკეთებთ, ჩვენ ამის გამკეთებლები ვართ, რადგან უკვე ნამეტანი მოგდით თქვენ უკვე. და უკვე ჩვენს ღირსებას შეეხეთ, ჩვენ პატრიარქს შეეხეთ, ჩვენ წვენას შეეხეთ, ჩვენს ოჯახებს შეეხეთ და ამას გაპატიებთ ახლა თქვენ და ამაზე ჩვენ თვალებს დავხუჭავთ, არ დავხუჭავთ თვალებს, თუ არის შეჩერდეთ და გაჩერდეთ. არ გაჩერდებით და გაგაჩერებთ სამუდამოდ. ესე ამათ ჭირდებათ ბატონო კოტი, ასეთი საუბარი, ასეთი ტონის საუბარი და ასეთი ტონით ვისაუბრებ. იმიტომ რომ მე ეშინია და უკანიხევენ. ასეთი ტონით ვისაუბრებ ამათ მე ყოველთვის. ასეთი ტონით. იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოდის. არათუ მარტო ვისაუბრებ, არამედ ფიზიკურადაც კი ვიმოქმედებ ამათ წინააღმდეგ როგორც საჭირო არის. და როგორც მოითხოვს დღეს ჩემი ქვეყანა. აი ესე გადავეფარები ამათ მოქმედებას და შევეწინააღმდეგები. მარტო მე იარაღის დაჭერა კი არ ვიცი, კაცო და მარტო მე სამხედრო საქმე კი არ ვიცი. ესეც იგივე სამხედრო საქმე არის. ესეც ჩემი ვალდებულება არის, როგორც სამხედრო და ერთ-ერთი ჯარისკაცი, რომ მტრისაგან დავიცვა ჩემი ქვეყანა. და მტრები აღარ არის ბატონო. ეს არის ყველაზე რომ მიტყვი საშიში მტრები. და ამ საშიშ მტრებს ჩვენ დავხვდებით ვაშკაცურად და კაცურად დავხვდებით და დავხვდებით ისე როგორც ჭირდება ჩვენ ქვეყანას და ჩვენს ეკლესიას და ჩვენ წმენას. და გაფრთხილებთ ესაა ბოლო გაფრთხილება იცოდე ჩვენი. საზოგადოებას და ხალხს, საქართველოს მოსახლეობას უკვე ამოუვიდა კისერში თქვენი საქციელები და თქვენი ის ბინძური მოქმედებები, რასაც თქვენ აკეთებთ დღესდღეობით. ესენი არიან ბატონო კოტე, ყველაზე საშიში ადამიანები. ყველაზე ბინძური ძალა, რომელებიც ყველაფერს კადრულობენ. დედმამჯერ არ ვიცი ყავთ თუ არა, მაგაცა შვილები ყავთ თუ არა, არ ვიცი. მაგრამ იმათაც კი გაყიდიან. იმათაც კი უღალატებენ და იმათაც კი დაასამარებენ, რომ თავარია თავიანთი სურვილები მოიგნონ. კაცმოძულეები არიან ესენი. კაცმოძულეები, ხალმოძულეები, ყველაფერი აბსოლუტურად. რწმენა და ქრისტიანობა ძულხდა. ყველაფერს კადრულობენ ესენი. აი ეს ძალიან. ამიტომ გეუნებით, ნუ აკეთებთ აი ესეთ რაღაც უმსგავსო მოქმედებებს. ცეცხლ ნუ ათამაშებით. ჩვენ ასეთი ადვილი და ასეთი რომ მეთქვი ის არა ვართ არაორგანიზებული, ჩვენ ორგანიზებულები ვართ, იცოდეთ და ჩვენ გვაქვს ყველაფერი აბსოლუტურად. მართვა, რა თავარია გვაქვს მართვა. არსებობს მართვის პუნქტი, საიდანაც უკვე ჩვენ შეგვიძლია ეს ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე, რომელიც არის მტერი ჩვენი ქვეყნის ამ მართვის პუნქტი და დავიწყოთ მოქმედებები შესაბამისად და ვიმოქმედოთ ისე როგორც ეკუთვნის ჩვენ ქვეყანას და დავიწყოთ ჩვენი ქვეყანა ისე როგორც საჭირო არის. ამას გეუბნებით, ამას გავაკეთებთ. მარტო ეს არ არის ბატონო ტრისტან. უკვე ჩამოყალიბდა ასე ვთქვათ ოპოზიციური ერთობა. ჩამოყალიბდა და მინდა ვთქვა რომ აპირებენ ძალიან როგორც თვითონ თქვა ეს დიდი აქციების ჩატარებას
ფართომასშტაბიანი აქციების ჩატარებას და მთელი რუსთაველის დაკავებას და აპირებენ ასე ვთქვათ 17 და 26 მაისის ჩაშლასაც კი. 17 მაისი მოგეხსენებათ არის ოჯახის სიწმინდის დღე, რომელიც დაარსა ჩვენმა ცხონებულმა და განათლებულმა პატრიარქმა და 26 მაისი ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. აპირებენ ზუსტად ამ დღეების შაშლას, მოგეხსენებათ ესენი არიან ეპშტეინის ნაშიერები, ასე დავარქმევ. მეგენი არიან, მაგენი რატო? ეპშტეინის იდეოლოგიის მატარებელი ადამიანები. ესენი არიან ეპშტეინის ნაბიჯვრები. აი, მაგის მამინდოდა, მაგრამ აღარ ვთქვი. არა, მე ვამბობ, ამას და მე პასუხებელი ვარ ჩემს სიკვდილზე ყველაფერზე აბსოლუტურად. და ესენი არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ზულთ ქრისტიანობა, რწმენა, პატრიარქის მკვლელობას ამჯერ სცადეს, რა თქმა უნდა, სააკაშვილის ხელით და არა მარტო. და რა ვიცი, მე პირადად ვიტყვი იმას, რომ ესენი ვერ ჩაშლიან, ვერ 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღეს, სადაც მთელი საქართველო გამოვა ქუჩაში, ზუსტად ის საქართველო ბატონოტრისთან, რაც პატრიარქის დაკრძალვის დღეს იყო დაფიქსირებული მატერიალში 1.600.000 ამას მე არ ვამბობ. ამას სოფლიო მედია და სოფლიო სამთავრობო კვარტლები ამბობენ. კი ბატონო, გეთა. და ვერც 26 მაისს ჩაახშობენ, იმიტომ რომ იქ იქნება მთელი ყველა სამხედრო, ყველა შეიარაღებული ძალები, პრეზიდენტი და სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებიც. ახლა გისმენთ თქვენ. ნუ ხარ შეეხება ეს რაღაც ახალი, ნუ არ არის ეს მოდი პირდაპირ თქვა ახლა ჩვენ და ამას დავათქვათ თავის სახელი. ეს არ არის არანაირი ახალი ერთობა. ეს არის ძველი სააკაშვილის დროინდელი კრიმინალური დაჯგუფებები, რომლების თავის ძოზე როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში ჩადიოდნენ დანაშაულს. კლავდნენ საქართველოს მოქალაქეებს. ძარცვავდნენ ადამიანებს. ძარცვავდნენ ბიზნესმენებს. ასვისებდნენ ტერიტორიებს. ეხლა მე ვიწყებ ჩამოთვლებს ყველაფერს. დიახ, ისმენთ. ხო, შემდგომ აწამებდნენ ციხეებში ადამიანებს. ქუჩაში ხრეტდნენ ადამიანებს. ამავდროულად ზღვაში გაყავდათ მოკლული თავის მიერ მოკლული ადამიანები და ზღვაში ძირავდნენ ცხედრებს. რომ ვეროპოვათ და მათ შორის ცინდელიანი ეგ ცინდელიანი დღემდე სხედარი არა აქვს დედას რომ დაეტიროს თავის დიახ და გამწარებული და კომისიის ხო რა თქმა უნდა ასევე გაასხვისეს ტერიტორიები გაასხვისეს სტრატეგიული ობიექტები სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტები ხო სხვა ჩააბარეს მიცეს ხო ასევე მოკლედ დაიწყეს ნარკოტიკების ბიზნესი საქართველოში, ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის და მისი ხროვის ბიზნესი, ამავდროულად იარაღის ბიზნესი და ყველანაირი სახის დანაშაული ჩადიოდნენ. და ეხლა როგორ შეიძლება ეს იყოს ახალი ძალა, დაგვიქვათ ეს ახალი ძალა. არ არის ეს ახალი ძალა. კიდევ ვიმეორებ, ეს არის თავის დროზე ორგანიზებულად ჩამოყალიბებული დამნაშავეთა ტერორისტთა ჯგუფები, ხო, რომლებიც შემდგომ გადმოვიდნენ ოპოზიციაში ახლა და დღეს კვლავ უნდათ რომ საქართველოში დაიწყოს არეულობა. დაიწყოს ომი, დაიწყოს სიხლის ღრა. ამისთვის არის ეს. რა, ეხნას მეორე ფრონტია. და არავით არის ახალი რაღაცა ის თვითონ პოლიტიკური ძალა. არ არის ეს პოლიტიკური ძალა. კიდევ ვეუბნები მე ქართულ ოცნებას და კიდევ ვთხოვ აქედან რომ მოდით რა ჩამოგვაცილე ეს ხალხი კაცო. თუ ჩვენ ჩამოვიცილებთ ამ ხალხს. ნუ უწყობთ ხელს, ნუ ვადლებთ იმაზე პიარის საშუალებას სხვადასხვა ტელევიზიებში რომ გამოდი არიან გამოწეპებულები კაცო. თუ გამიიღეთ ეს კანონი, რომელი კანონის საფუძველზე მათ უნდა დაეკიდოთ დაფინანსებებით, საიდანაა მათ პარტიების შენახვა ასე ადვილი არ არის. სოროსი ბატონოსთან. ხო და გადააკეთონ ეს სოროსი, მე რატომ ვერ კეტავენ ამ სოროსს? რატომ ვერ უკეტავენ ფინანსებს ამას? ვერ თუ არ. რატომ? რისთვის? არ უკეტავენ. ანუ თქვენს გაწყობთ ესენი, თქვენს გაწყობთ ამათი თარეში ამ პოლიტიკურ ველზე? ჩვენ არ გვინდა კაცო საქართველოს არ გვინდა ეს. საქართველოს მოსახლეობას არ გვინდა ეს. არ გჭირდება. მიუღებელია ჩვენთვის ეს არსებები, კაიგე და ეს სექტანტები. არ არის საქართველოს ამის ღირსი და საქართველოს მოსახლეობა არ არის ამის ღირსი, რომ ამათმა მოზღვან ისევე ჩვენ ტელეეკრანებიდან. რა ჩვენ ნევროზე თამაშობთ? და ჩვენი წყობიდან გამოყვანა გინდათ? და გინდათ რომ ჩვენ გაუსწორდეთ ამათ? გაუსწორდებით კი ბატონო, ჩვენ მივხედავთ ამათ, მაგრამ მე ისევ გინდათ ასე იფარფაშოთ და ჩვენ გავუშვათ ციხეებში? ხალხ ბერკეტები ხელში იმისა რომ
ასენი ჩამოაცილოთ პოლიტიკურ ველს. მით უმეტეს კომისიის გადაწყვეტილება იყო და რა შობა ამდეხარ საკონსტიტუციო სასამართლო რით ვერ მიიღო ეს გადაწყვეტილებები და ესენი და ვითვე ჩატარდეს პროცესები რომ გააუქმოს ეს პარტიები. რატომ არიან ესენი ისევ ახალ პოლიტიკურ ველზე? და დღეს გამოდი დღეს გააკეთეს განცხადება რომ ვიწყებთო ახალ აქციებს ხო? ახალ აქციებს კი არის იწყებ ახალ გადატრიალებების სერიას ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, ახალი გადატრიალებების სერიას იწყებენ. იცოდეთ, თუდად მოხდება ეს ყველაფერი. ეხლა იცოდეთ, შეტაკებები მოხდება. თუ მათმა მოახერხეს და გამოიყვანეს ქუჩაში ისევე თავიანთი რაღაც გარკვეული დაჯგუფებები და კიდევ გეუბნებით, მაგ ინფორმაცია რომ თუ ამათმა დაიწყებენ პირდაპირ ვაცხადებ, დაიწყებენ აქციებს, მერე უნდათ შეტაკებები, ამავდროულად გარედან შემოყავთ ხალხი, როგორც უკრაინიდან, აი ხა როგორც უნგრეთში ჩაიყვანეს უკრაინაში, მთელი უკრაინელები გაავსეს იქ რადიკალები და ფაშისტები დაემენათ, უნგრეთში და ჩაშალონ არჩევნები, ხო? ეხლა მერე იცოდეთ, აი 12 რიცხვის მერე საქართველოს ჯერი არის. 12-ში თუ მათმა მოახერხეს ჩაშალეს უნგრეთში არჩევნები და მოიყვანეს თავიანთი ძალები ხელისუფლებაში, მერე არის საქართველოს ჯერი. და ის ხალხი, რომელი ხალხის ეხა უნგრეთში შეყავთ მათ, როგორც უკრაინიდან, ისე ევროპის სხვა ქვეყნებიდან, ისინი გადმოინაცვლებენ საქართველოში აქ და დაიწყება არეულობა. დაიწყება არეულობა და იცოდეთ, მე ვეღარ გაართმევთ თავს და ამიტომ არ მიცეთ ამის საშუალება მათ, რომ მათმა დაიწყონ კვლავ ისევე რაღაც ახალი არეულობა რუსთაველზე და დაიწყონ თავიანთი მომხრეების და თავიანთი დაქირავებული, რომ მეტყვი დაჯგუფებების ჩამოყვანა საქართველოში. სისხლი დაიღრება საქართველოში. იცოდეთ, ჩვენ უკან დამხევები აღარა ვართ უკვე. და არ დავიხევთ უკან და ჩვენ იმიტომ კი არ გამოვალთ ქუჩაში, რომ თქვენ დაგიცვათ ხელისუფლება. არა! ჩვენ გამოვალთ ქუჩაში იმიტომ, რომ დავიცვათ ჩვენი ღირსება, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი წმენა, ჩვენი ეკლესია, ჩვენი ოჯახური სიწმინდეები. ამიტომ გამოვალთ ქუჩაში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რა ძალაც არის, ეს და რა ადამიანებიც არიან და რა დაჯგუფებებიც არის, ეს და რა სიზამენ და რას გააკეთებენ, ხო? და ეს შერწყმული მოქმედება არის. ეხლა საპატრიარქოს წინააღმდეგ დაიწყო ეს პროცესები და ეს არის მართული პროცესი ამათ მიერ და ახლა ესენი იწყებენ აქციებს უკვე. უნდათ ის ოჯახის სიწმინდეს დღეზე 7 მაისს არ გაბედოთ და რამე არ გააფუჭოთ. არ გაბედოთ და რამე არ გააფუჭოთ. მთელი საქართველო დგას ფეხზე იცოდეთ, მთელი საქართველო ელოდება 17 მაისს იმისათვის რომ გამოვიდეთ და ვიზეიმოთ ოჯახის სიწმინდეს დღე და ამავდროულად პატივი მივიღოთ ჩვენ პატრიარქს. მიქარავენ და გადავუვლით კათოლიკე. როგორც პატრიარქმა დაგვიტოვა ეს დღე, ეს დღე იქნება ყოველთვის ჩვენი პატრიარქისთვის და ჩვენი პატრიარქის სენების დღე და ამიტომ არ გაბედოთ, იცოდეთ. თუ არა, თუ დაიწყეთ რაღაცეები, ხო? ყველანაირი საშუალებები გვაქვს ჩვენ, აბსოლუტურად. და როგორ გვაქვს ყველანაირი საშუალებები, იცი? ჩვენ ვართ სპეციალისტები, სამხედრო სპეციალისტები. ჩვენ მართალია ხელში იარაღი არ გვიჭირავს, მაგრამ ვიცით სადაც დევს ის იარაღი და მივალთ და ავიღებთ იმ იარაღს სწორედ იმ სამხედრო ნაწილებიდან და გაგანადგურებთ ერთხელაც სამუდამოდ და ჩამოვკიდეთ ტანკის ლულებზე, იცოდე, გაიგე? ამას გავაკეთებ. თუ არ გაჩერდებით და თუ არ დაგვანებებთ თავს, გამოდიან ახლა ჩერგოლეიშვილები, ეს ბოკუჩავები, ეს ისინი გიგაურები და ეს ისინი ლომჯარიები და ეს სააკაშვილის ჯიბის პუტანკები ესენი. დაგვანებეთ თავი კაცო, ვინ ახართ თქვენ საზოგადოებას ხალხს ეზიზღებით, არ ახართ მიღებული თქვენ ვერ მიგიღოთ საქართველოს. ვერც მიგიღებთ ვერასდროს. იმიტომ რომ თქვენ ხართ დეგრადირებული ადამიანები. ხო? ეს ქათამი ეს ისა რა ქვია, ჯაფარიძე და ეს თელი საკათმეთი ეს ჭუჭუვაშაზე კიდევ და ეს შეიკრებინა ეს ვინ არიან კაცო ესენი? რა გიდა დაგვანებეთ თავი? მოგვეშვით. რასი აქციები გინდათ? აქციებს მე თქვენ განახებთ როგორი აქციები და როგორ უნდა ჩატარდეს აქციები განახებთ და როგორ უნდა გამოვიდეს საქართველოს მოსახლეობა ქუჩაში თავისი ღირსების დასაცავად. თქვენგან დასაცავად. აი მას იცოდეთ, თუ დაიწყებთ მოყვება შემხედრი პასუხი. ვერც 7 მაისს შაშლით და ვერც 26 მაისს შაშლით. იმიტომ რომ ორივე დღე არის ღირსებისა და სინდისისა და ნამუსისა და ამ ჩვენი ქვეყნის სტიმულის და ჩვენი ქვეყნის პატიოსნების დღე არის. 17 მაისი არის ოჯახის სიწმინდეს დღე, 26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, სადაც ჩვენ სამხედროები ყოველთვის ღირსეულად გამოვდიოდით და ვატარებდით სამხედრო აღლუმს და აღნიშნავდით ამ დღეს როგორც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს.
ვერ და არ ჩაგაშლებებთ ამ დღეებს. არ აღირსებთ იმას, რომ საქართველოს კიდევ კვლავ გახდეს რომელიმე იმპერიის კოლონია, რომელიც თქვენ გიდათ. ვერ აღირსებთ. საქართველოს არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და საქართველოს განამტკიცებს თავის დამოუკიდებლობას და როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად და საქართველოს ერთხელ სამუდამოდ გამოძვრება ამ დასავლური მარწუხებიდან. გაიგეთ რაშია საქმე. და მას ექნება დამოუკიდებელი პოლიტიკა და არავით არის ჩვენ ვინმეს დირექტივებს არ მივიღებ და ბრძანებებს არ მივიღებ. გვეყოს უკვე ეს ჩვენ ამისთვის არ გვიბრძოლია. ჩვენ ამისთვის მთელი ჩვენი ცხოვრება არ შეგვილევია. უკვე დავბერდით ამ ბრძოლაში ჩვენ. და ახლა თქვენ რა გონიათ რომ დაგითმობთ ამას ყველაფერს? არც ერთ შემთხვევაში არ დავთმობთ ამას ამ პოზიციებს. ამ პოზიციებით ჩვენ ყოველთვის ვიმოქმედებთ და ყოველთვის ჩვენი ქვეყნის ღირსებას და დამოუკიდებლობას დავიცავთ. და თქვენ არ აღარებინებთ ამ ქვეყანას. ამისთვის არის ბატონო კოტე ესენი ეს უნდათ ეხლა უკვე დაიწყონ ახალი პროცესი, ახალი ეტაპი. კიდევ ვიმეორებ რომ უნგრეთში ახლა 12 აპრილს არის არჩევნები. აღდგომა დღეს უკვე მობილიზებული არიან იქ ეს რადიკალები, ტერორისტები, სექტანტები იქ უნგრეთში. იქ მაქვს ინფორმაცია რომ საქართველოდანაც არიან ჩასულები, როგორც საქართველოდან აპირებენ წასვლას, ისევე უკრაინიდან არიან ჩასული ქართველი ის დაქირავებული მებრძოლები და ასევე არიან ევროპის ყველა ქვეყნებიდან უკვე ჩასულები. ანუ რა, ანუ ის რომ არჩევნები რო ჩატარდება, შემდგომ დაიწყოს უკვე რევოლუცია უნგრეთში. აი ეს აქვს მათ გაკეთებული და უნდათ ეს გააკეთონ. ხო და შემდგომ უკვე გადმოინაცვლებენ საქართველოში. და სულ არ გამიგვირდება ბატონო დრისთან ჩემო ბატონო რომ 9 მაისის ჩაშლას ასე მოუნდეთ აწოდეთ. არა, ნუ მაგენი საერთოდ უარყოფენ 9 მაისს. უარყოფენ? რა თქმა უნდა, მაგენი უარყოფენ 9 მაისი არ არსებობს კაცო. მაგენი ამას დიდი ხანია ამბობენ. ნუ 9 მაისი არ არსებობს და 9 მაისი რა ამბობ, როგორ 9 მაისი როდის მოხდაო, ისა რა ქვია, ფაშისტური გერმანიის დამხობაო და თვითონ ფაშისტები არიან და ხა როგორ ცნობენ მაგენი 9 მაისს ეთი მითხარით. ანუ ესენი არიან ადამიანები, რომელსაც არ გააჩნიათ, არც დღესასწაულები გააჩნიათ, არც ღირსება გააჩნიათ, არც პატიოსნება გააჩნიათ, ესენი არიან აი არ არსებობს, აი ლექსიკოში ვერ ვძებნი ისეთ ცუდ სიტყვას, რომ მაგათ მივაკუთვნო, გაიგე, იმიტომ რომ ყველაზე ბინძური სიტყვა რაც არის, იმაზე მეტი ბინძური არის კიდო, გაიგე. გეტყვით რაც არიან? ესენი არიან მოსიარულე ეპშტეინები, რომლებიც იკვებებიან სიძულვილით. ჩვენი ასე ვთქვათ, ნერვების ხარჯზე, გამხელობის ხარჯზე ასე ვთქვათ, ებრძვიან ქრისტიანობას. ეგ არის ბილი ნათქვამია ბატონო კოტე მათთან მიმართებაში კიდევ. ეს არის ბილი ნათქვამი. ესენი ყველაზე გარეწარი და გათახსირებული ადამიანები არიან. ამათ არა აქვს სამშობლო, არა აქვს კაცო ამათ. ამათ სადაც დაუძახებენ იქ მიდის, გაიგე და იქ მიდიან და იქ აფუჭებენ საქმეს. და სადაც ფულს ნახავენ. წავლენ ახლა 12-ში ჩავლენ უნგრეთში ახლა და იქ მიიღებენ ამ უნგრეთის პრეზიდენტის პრემიერის წინააღმდეგ. ის კაცი იმიტომ არ მოწონთ, გაიგე, რომ არის ის კაცი ნამდვილი სამშობლოს დამცველი, გაიგე? და იმიტომ არ მოწონთ ეს კაცი. ეს კაცი არ არის ლიბერასტი. და იმიტომ არ მოწონთ, ხო? და ახლა გეუბნები კიდევ ვიმეორებ. უნგრეთში ემზადებიან არეულობისათვის და რევოლუციისათვის და ამავდროულად შემდეგ უნგრული რევოლუცია გადმოინაცვლეს საქართველოში. აი ეს დაანონსეს დღეს ამათმა და ამისთვის ემზადებიან. და ამას მოყვება ძალიან ცუდი ამბები და მე მოუწოდებ და მინდა რომ ვთხოვო შინაგან საქმეთა სამინისტროს და სუს და ბატონ დინარადეს რომ ყველა ის პირი რომელი პირის ახლა ემზადებიან უკვე უნგრეთში შესასვლელად მაქსიმალურ კონტროლის ქვეშ ყავდეთ და იქიდან უნგრეთიდან შემდგომ ჩამოსული ადამიანები. და კიდევ გააკონტროლეთ სამარხები გააკონტროლეთ. არის კიდევ იარაღის სამარხები აქვთ ამათ. და ძალიან ბევრი არის უკვე სხვა მაშინ რეგიონებში იარაღის სამარხები. გააკონტროლეთ თითოეული მაგათი ნაბიჯი. და არ დაინდოთ, იცოდეთ თუ ჩვენ არ დავინდოთ. და ჩვენ ვიქნებით ძალიან კაცრები მათ მიმართ. და ვიქნებით როგორი მკაცრები, იცი? რომ საერთოდ ვეღარ გაიხარებენ ამ ქვეყანას და ვეღარ იარსებებენ ამ ქვეყანას. ასეთი მკაცრები ვიყავით. ვიქნებით. ამიტომ ჯობია თქვენ მიხედოთ და თქვენ მოახდინოთ აი ამ პროცესის ლოკალიზება, რომელსაც ახლა ესენი აპირებენ და უნდათ რომ ქვეყანაში არიან კვლავ უნდათ რომ თავდაყირა დააყენონ ყველაფერი რა. არც ერთ შემთხვევაში არ მივიძოთ მათ ამის საშუალებას. კიდევ ვიმეორებ ბატონო კოტე, ეს არის მართული პროცესი, რომელსაც მართავს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, ევროლიბერასტები და ესენი არიან ეფტეინის შარვალში გამოჩეკილი ლეკვები. ზუსტად.
და რა თქმა უნდა, თუ შეეცდებიან ბატონ დღისთან ამ ყველაფრის შაშლას, ამ დიდი დღესასწაულების შაშლას, რა თქმა უნდა, ციხეების გადაივსება და მაგ თემაზე მინდა გავაგრძელო ერთი თემას დავამატო ჩვენ სასაუბრო დღევანდელ თემას. მოგეხსენებათ ალე კოელისაშვილს ჰქონდა 10 წელი მიჯილი და გაუზარდეს 15 წლამდე. დაუნძიმეს მუხლი. კარგად იცით რატომ მას დაიჭირეს ალე კოელისაშვილი, შევარდა სასამართლოს კანცელარიაში და ასე ვთქვათ განიზრახა სასამართლოს კანცელარიის დაწვა. ისიც რა არის? შემდეგ გასყვაჩეს ეს. ადამიანის ახლა მე ციხეში გაშვება ძალიან არ მიხარია, იმიტომ რომ საერთოდ ასია და მაგრამ ალე კოელისაშვილის ნაირებით და ამ ნაირების ესენი ერთნი არიან სულ ყველა. ერთი ესენი გარეთ არ უნდა იყვნენ. ცოტა 15 წელი. ალე კოელისაშვილს დამისებს სამუდამო პატიმრობა, რაც მაგას საქმეებია გაფუჭებული ამ ქვეყანაში. და ესენი სამუდამოდ უნდა გაუშვას სულ ყველა ციხეებში. სამუდამოდ. რას ის 7-დან 14-მდე, 8-დან 15-მდე, არავითარ შემთხვევაში. პირდაპირ უვადო პატიმრობა. მათ რადგან ესენი არ გამოსწორდებიან არც ეს შემთხვევაში. რას ის 7 თვე და 8 თვე გაუჩნდა წელიწად ნახევარი მიეცით ახლა იმას ლეკა ხოშტარიას ეგე. გამოდა ისევე დაიწყებს ამ სისულელებს და მაიმუნობებს. არ დაუშლის ნამდვილად. სამუდამო პატიმრობები უნდა გაუშვას უყოლა მაგენი და ალე კოელისაშვილს ეკუთვნის ეს. იმიტომ ეკუთვნის რომ მან არაერთხელ ჩაიდინა დაანშაული ამ ქვეყანაში. მე რა ალე კოელისაშვილის მოქმედება დამავიწყება 9 მაისს, რომ ჩავედით იქ და მივიდოდით 9 მაისს ვაკის პარკში პატივი უნდა მიგვეგო უცნობი ჯარისკაცის საფლავზე, ხო? ის უცნობი ჯარისკაცის ყველა თვითონ ჩვენი ოჯახის წევრი გონია, იმიტომ რომ ბაბუა ჩემი დაიკარგა იქ უზოუგლოდ, ხო? და უცნობი და მივდივარ იქ, თვლი რომ ბაბუას საფლავზე მივდივარ რა. ბაბუას საფლავზე მივდივარ, ხო? და ეს არაკაცი ეს გარეწარი დაამხთა თავის იმათან LGBT-ებასთან დაჯგუფებასთან ერთად, ხო? და მოღალატეები გვიძახა. ეგ იმ ადამიანებს, ვისაც კი ვენოკები და ყვავილები მქონდა ეგ იმასა, რა ქვია, ამ უცნობი ჯარისკაცის საფლავთან. როგორ შეიძლება ამ ადამიანს გარეთ ყოფნა? არც ერთ შემთხვევაში. სწორი გადაწყვეტილება არის, რომ და მე მივასალმები. მასა ერთხელ მაინც დავინახე, ხა ობიექტურობა უკვე გამოძიების მხრიდან, რომ ამ ალე კოელისაშვილის კიდევ რაღაც გარკვეული 5 წლით მოუმატეს პატიმრობა. 10 ქონდა და 15 გაუხდა. სამუდამოა საჭირო. ასე რომ ყველანი მაგენი უნდა გავიდნენ ციხეებში და უნდა იყვნენ ციხეებში მთელი ცხოვრება და გარეთ არ უნდა გამოუშვა, რადგან მათი გარეთ გამოშვება არის საშიში საფრთხე საზოგადოებისთვის. ბატონო დღისთან ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ცხონებული ლევან ჩაჩუვაც საწოდავი, ღმერთმა, აი ლევანის სული აცხოვს, ღმერთმა. ლევან ჩაჩუვა მაგის კისერზე არის, მაგის სიკვდილი. და არა მარტო ლევანის. ხო, მაგის სიკვდილი მაგის კისერზე არის. იმიტომ რომ ლევან ჩაჩუვა, რომელიც მაგან დაიჭირა აკუბარდიას ეთერში. დიახ, ტელეკომპანია კავკასიაში. ტელეკომპანია კავკასიაში მან გაუკეთა პროვოცირება და დაიჭირა და შემდგომ ლევან ჩაჩუვა ციხეზე ცემეს. გაიგე, რაშია საქმე და იმ ცემების საფუძველზე განუვითარდა სიმშვიდე მას. აი მას რამხელა წოდები აქვს მათ ჩადენილი და რადონის წოდებით დაიარებიან მას ვერაზროს მაგენი ამ წოდებს ვერ მოინანიებიან ვერაზროს და ზენემ მკვლელები ბატონო დღისთან გადაცემის ბოლო თემა მოგეხსენება ბაბუცა პატარაია დედაშვილობაზე ელაპარაკდა და აი რა ვიცი აი ეს ბაბუცა პატარაი არის და ბაბუცა პატარაი არის დედობრივი და ოჯახური ცოლქრული ინსტიტუტის მტერი პირველი მტერი არის ეს მას ჯერ ვიმიცა შვილები. შვილები მას უნდა ჩამოართონ. დედობა უნდა მისი განცხადებებიდან გამომდინარე, რა განცხადებებს ის აკეთებდა და როგორც კი ის იქცევა ოჯახურ სიწმინდებთან მიმართებაში, ცოლქრულ ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებით, ხო? მას დედობა უნდა ჩამოართვა. და ესე გამოდის და ეგ იმასთან ინგა გრიგორიასთან იყო, გონია ინგა გრიგორი არ არის, ეგრეთ გაყიდული, სული გაყიდული ადამიანი, ინგა გრიგორიასთან, ჩემი შვილებიო 11 წლის იყო და ახლა 12. აბა რა იქნებოდა? აი რადონის დედა არის ეს ვიღაცა ეს გამოუცნობელი არსება, ხო? და ვინ მიცა მაგაში? ეს შვილები მისი გაჩენილი არის და საერთოდ ქმარი ყავს. ეგეც საკითხავია. და მისი შვილებია ეს. მაგათ დედობა უნდა ჩამოართვა ამ ადამიანს. დედობა უნდა ჩამოართვა ამ ადამიანს და პასუხი აგებიო თავის ჩადენილ დაანშაულებებზე. საწოდავი მაგის შვილი, მაგის ხელში. როგორ ეხლა მაგის შვილები როგორები გაიზრდებიან? მითხარით მაგის შვილები როგორი რა დედამის რაც ბაბუცაა და რა სხვა დაარჩენიას ლიბერასტები არიან, ხო? და ეს LGBT თემის ის ზუსტად აქეთ აი მიმართულებით წავედა შვილები და ამიტომ სასწრაფოდ უნდა სახელმწიფო იზრუნოს ამ ბავშვების გადარჩენისათვის. და ამ ბავშვები არ გადასარჩენდი, რომ სახელმწიფო გამოგლიჯოს ხელიდან ამ
დედების მტერს და შვილების მტერს ბავშვები ხელიდან გამოგიძოს და გადაარჩინოს სახელმწიფო და ჩამოართვას დედობა ამ ქალს. მადლობა ბატონო ტრისტან. რა ვიცი, ჩემთან რომ ხართ ძალიან ძალიან საინტერესო და დაძაბული ეთერი გამოდის იმ შემთხვევაში თუ კიდევ ყავს სტუმარი მესამე ყოველთვის საინტერესო და იმდენად საინტერესოა ეხლა თქვენთან ჩემი საუბარი რომ შემიძლია საათობით გავაგრძელო, მაგრამ რა თქმა უნდა საეთერო დრო არ გვიწყობს. ფორმატი არ გვერდებს ამის საშუალებას. მადლობა თქვენ მოწვევისათვის და მადლობა ჩვენს მსმენელსაც, ჩვენს მაყურებელს. და სანამ მაყურებელს დამშვიდობებოდე, მინდა უთხრა ზუსტად აი იმ ეპშტეინების დაჯგუფებას, რომლებიც ამძიმებენ საქართველოს და დედამიწას, აი ესე ვიტყვი. თქვენ მიფრთხილდით. ვერც 17 მაისს ჩაშლით, ვერც 26 მაისს ჩაშლით, ვერც აღდგომას და მეორე ფრონტსაც ვერ განაახლეთ, ვერ დაიწყებთ საქართველოში, იმიტომ რომ აქ არის ქართველი ხალხი, ეს არის ქრისტეს სამშობლო, ეს არის ბარიან ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და ეს არის ქრისტიანი, ერთიანი, დამოუკიდებელი საქართველო. და თქვენი ადგილი ამ ქვეყანაში ნამდვილად არ არის. გაგიმარჯოთ ბატონო კოტე ღმერთმა. თქვენ არის ახალგაზრდები, ბევრი გვყავს და ძალიან ღმერთმა ამრალოს თქვენ არის. აი ასეთი ახალგაზრდები არიან დღეს საქართველოში ზოგადად. აი ეგეთ რატო ვარ ძლიერები ჩვენ? ასეთი ახალგაზრდები არიან დღეს საქართველოში და ამ ახალგაზრდებთან ერთად ხარიმხე დავდგებით და დავიცვათ ჩვენ ქვეყანას. დიდი მადლობა თქვენ. მადლობა და მოკლედ მიფრთხილდით, იმიტომ რომ ბატონ ტრისტანისნაირი ადამიანები ძალიან ბევრი არიან საქართველოში და რა საქართველოც ვართ დაგანახეთ აგერ რა უნდა ერთი კვირის წინ. მადლობა ძვირფასო ტელემაყურებლებო მოსმენისა და ყურებისთვის. ეთერში იყო TV+ გადაცემით ანალიზის დრო, მე მისი წამყვანი კონსტანტინე ჯაფარიძე გახლდით. ჩემთან სტუმრად იმყოფებოდა ბატონი ტრისტან წითელაშვილი, ძალიან ასე ვთქვათ ვაშკაცი, ნამდვილი ქართველი ადამიანი და თქვენნაირების ბეჭებზე და იმედზე დგას საქართველო. მადლობა თქვენ ყველაფრისთვის და მადლობა ერთგულებისთვის. გაიხარეთ. მადლობა ძვირფასო ტელემაყურებლებო, შევხვდებით მომავალ შაბათს საღამოს 8-ზე დროებით.